მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გრძელდება რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში საარაგბო დღეები, გრძელდება პირდაპირი ტრანსლაციები, ამჯერად დიდ 10-ზე უნდა გადავერთოთ სუპერ რაგბის შემდეგ, არმიას დაუპირისპირდება ხარებს მიიღებს აუჭალის საარაგბო არენაზე, ეს მე-16 ტური გახლავთ და ყოველ ტურში უფრო და უფრო იძაბება რაც უფრო ბოლოსკენ და ფინალისკენ გავდივართ რეგულარული გათამაშების, შეგვიძლია გადავალოთ სატურნირო ცხრილს. თვალი იქამდე კი რუსთავის ხარების RBL-ის სინის მფლობელი გაათამაშებს დღევანდელ შეხვედრაში. ამ სინს სიმბოლურს ამ სინზე მოგვიანებით იქამდე კი უნდა გითხრათ, რომ სატურნირო ცხრილში დიდიათის 16 ტურის შემდეგ არმია მე-6 ადგილზე არის. არმიას აქვს 33 ქულა, ხოლო ხარები 38 ქულით მე-4 ადგილზე გახლავთ. საპლეიოფო ზონის ქვედა სამეულს წარმოადგენს ხარები. ხვამლი არმია, მათი უშუალო მდევარი გახლავთ ლელო სარასენსი. დაიწყო თამაში, დაიწყო არმია მწვანე ფორმაში სწორედ მასპინძლები, ხოლო წითელ ფორმაში რუსთაველები. ლუკა კილასონია და საბა ჟორჟიკაშვილი გავუძღვებით რეპორტაჟს. შუადღე მშვიდობის ხალხო. მოგრეთ საბამ თითქმის ყველაფერი უკვე მოგახსენათ სალაპარაკო ნაკლები დამიტოვა. როგორც გითხრათ უკვე საბამ ხვამლი და არმია იყოფენ ესე იგი მე-5, მე-6 ადგილს. თანაბარი ქულები აქვს, თანაბარი თამაშების რაოდენობა და ამიტომ როგორც უკვე საბამ კიდევ ერთხელ გავიმერებ თქვა, დანარჩენი ეს ტური და კიდევ 2 ტური და მთლიანად დაეთმობა იმას, რომ ვინ რო გაირკვეს, ვინ შევა საპლეიოფო ზონაში. დროს ვიხელთებთ და შემადგენლობებს გაგაცნობთ. მასპინძელი მხარე თბილისის არმია, საბა გოგოლაური, დიმიტრი ცაბაძე და გიორგი ჩხარტიშვილი გახლავთ პირველ სამეული შერკინების, ნოდარ ჭეიშვილი და საულუა გოილევუ მეორე ხაზში, 4 და 5 ნომერი ფარნაგასვიანი 6, 7 თენგო გიგულაშვილი, 8 კოლი ტამანტიოკ ყულა. 9-ზე მათი გუნდის კაპიტანი სანდრო ნახუცრიშვილი, გიორგი ჯაში 10 ნომერი, ბექა მაჭარაშვილი 11, 12 დავით ბარბაქაძე, 13 გიორგი ხარშილაძე, გიორგი გელაშვილი 14 და 15 მაილს პიტერსი გუნდის მწვრთნელი ლაშა ბაირამაშვილი, ლევან დარასელია გუნდის მენეჯერი. ამასობაში მელს პიტერსმა ფულბეკმა გახსნა ანგარიში, ეს ჯარიმა გახლავთ, რის შემდეგაც გაიხსნა ანგარიში. მე კი გაგაცნობთ რუსთავის ხარების სტუმრების 15 წელს პირველი 2 და 3 ნომრები გოგა ქადარია, გიორგი გოგუაძე და მიხეილ ციკლაური გუნდის კაპიტანი, მე 4 ხვიჩაბუჯიაშვილი მეორე ხაზში, 5 კობა ჯიმშელეიშვილი, 6 7 და 8 თაზო ჭამიაშვილი, ლუკა ციკლაური და ლუკა კოხია. 9 და 10 ღერძი ცოტნე უსენაშვილი და სანდრო მარგიანი იქნებიან წყვილში, 11 ანარე ტუიტაი, 12 და 13 ცენტრები სანდრო ილურიძე და სანდრო სვანიძე, 14 ბაქარ ზედგინიძე, 15 კი მაიკელი როკონდინონო, მთავარი მწვრთნელი ირაკლი ნატრიაშვილი, გუნდის მენეჯერი გია ქერაშვილი და ძალიან გამოცდილი სამსაჯო ბრიგადა ემსახურება დღევანდელ შეხვედრას. ამასობაში ეხლავე გეტყვით მსაჯების თაობაზე, შემდეგ პაუზაზე ნახუცრიშვილი ფეხით გადადის მოწინააღმდეგის ნახევარზე უკანა ხაზზე. რუსთაველების ადგილზე და ტექნიკური შეცდომა ბურთი დააგდეს. ნიკა ამაშუკელი გახლავთ დღევანდელი თამაშის ცენტრალური არბიტრი, მას გვერდთან შოთი საგარეიშვილი და კახა გელოზია ეხმარებიან ვიდეო რეფერი იოსებ ჯაფარიძე გახლავთ, დელეგატი ნატია პატაშური, მე-4 როინ ბრეგვაძე, მდივანი ნიკო გიგინეიშვილი, ჟიურის წევრი ფარსმან გაბაზე და ფხიზელი თვალიც კი ყავს გელამ შულდაძე დღევანდელ შეხვედრაში. მოკლედ ასე ამდენი ხალხი ემსახურება ერთ რაგბის თამაშს. პირველი შერკინება მე-13 წუთზე კარგი დარტყმული გამოუვიდა ნახუცრიშვილს, მას შემდეგ რაც პიტერსმა გარისკა და მას ამოუგდო ბურთი შემდეგ რაც დაიჭირეს. გიორგი პოხუა, ლაშა ბაირამაშვილი და გიორგი ზაბახიძე გამოჩნდნენ ტელეგრამზე არმიის სამწვრთნელო შტაბი. პირველი შერკინება თავიდან არ მოეწყო კარგად, ნიკა ამაშუკელი ახლა მითითებებს მისცემს და მარკაფაში ყავს სანდრო სესიაშვილი.
დღეს არმიას, გამოცდილი გიორგი ხარშილაძე დააყენეს ცენტრში. დავით ბარბაკაძეს მეწყვილედ. არმიამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირველ ლიგაში იყვნენ დაქვეითებული და დიდი ხანი უმაღლეს დივიზიონში ვერ ასპარეზობდნენ. კი ბატონო. 3 თუ 5? რაც გადაკეთდა, არა, 5 ეგრე ბოლომდე თუ გაყვე. ამ მოკიბრუნდებით ამაზე არმიამ თავისუფალი დარტყმა მიიღო შერკინებიდან და შევიდნენ 22 მეტრიან ზონაში. ნახუცრიშვილი მარცხენა ფლანგზე გაიტანს სპორტს სავარაუდოდ, ასეც ხდება. იქვე მოკლე და კარგი დარტყმით შევიდნენ წინ. აქვთ წინსვლა, სწრაფად გადაცი ჭეიშვილს მოუწია წრეხში ბურთის შენარჩუნება, გამოვიდა რაქიდან ბურთი უდევს ხარშილაძე ჩაერთო შემდეგ თამაში არმია როგორ ძლიერად კარგი ტემპით მიდის წინ. მაგრამ ეხა გადაუვარდათ. არა, უკანო ნიკა უფრო ახლოს არის, რა თქმა უნდა, ვენდობით და ფარნა გასვიანი ჯარიმის უპირატესობაც აქვს უკვე. თბილისის არმიას ჩხარტიშვილი მიეძალა. არმიამ ძალიან საინტერესო გუნდი შეკრა სეზონის სტარტზევე, თან დააბალანსა, რაც ყველაზე მისასალმებელია. თავიანთი აღზრდილი პერსპექტიული მოთამაშეებით და გამოცდილი მორაგბეებით. 15-ეული და გუნდი ზოგადად. სწორედ აქეთ მივდიოდი, რომ წლები ისინი არ ასპარეზობდნენ უმაღლეს დონეზე, თუმცა ვინც თვალს ადევნებს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებების შედეგებს და თამაშებს, არაერთი არმიელია. ბევრი ბავშვები ყავთ ძალიან სხვათა შორის და რაც მისასალმებელია, დიდი რაოდენობის მორაგბეებს ზრდიან. პიტერსი კვლავ კარში გზავნის. რუსთავს რომ კარგი აკადემია აქვს და სულ რამდენიმე გვაქვს ასეთი ძლიერი და კარგი აკადემია საქართველოში. და კარგია რომ დეცენტრალიზება ხდება და უკვე კახეთის რეგიონიდანაც მოდიან ბავშვები მოიმატა. წამოვიდა აჭარიდანაც უფრო მეტად. ნელ-ნელა ვიზრდებით. ჭეიშვილმა დაიმორჩილა ბურთი, მოგდება, აღარ გამოვიდა. ჩარაფიქრი ნამდვილად კარგი იყო ბურთის ამოგდების, უბრალოდ ცოტა შესრულების სიზუსტე დააკლდათ არმიელებს. ტერეფანი ცდილობა დასაფასებელი. კი, რა თქმა უნდა. გიორგი გოგუაძე ბურთით. ჭამიაშვილმა გაიტანა. ჯიმშელეიშვილი უკან ვარდნა ათამაშებს ამაშუკელი. ლოვან ზონაში მიძალება, აქ უკვე წინ თამაში დაფიქსირდა. ჯიმშელეიშვილი აქტიური იყო ბოლო მიძალებებში. ბურთით სანდრო ნახუცრიშვილი გუნდის კაპიტანი. ხო, ისევ მითითებები შერკინებაში რომ ცოტა უკეთესად წავიდეს. მერვე წუთი 6-0 ჯერჯერობით არმია გახლავთ წინ. ნახუცრიშვილი ემზადება ბურთის შერკინებას შესაგვარებლად. საკმაოდ კარგი სარაგბო ამინდი გვაქვს, ერთადერთი ხელი შემშლელი ფაქტორი შეიძლება ჭახჭახა მძე იყოს, რომელიც მოთამაშეებს გათამაშეს. კოხია. კარგი წამღებია ლუკა კოხია. არა ხელი და უპირატესობა, იმიტომ რომ ძირს იყო ჩემი გადმოსახედიდან უკვე მწვანე მოთამაშე და არ უნდა ეთამაშა ბურთზე. ეს გასანახეთ თქმა უნდა არ გამოეპარა და დააბრუნა ჯარიმის უპირატესობა. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსთავის ხარები. ალბათ უფრო სწორი იქნება და კარში გაგზავნა. პრაგმატულად და
twიანურად ალბათ ძელებს წინ საწყისი წუთები მარტივი 3 ქულის შანსი. დიდი ხანიაცა და მაინც ამაშუკელმა პირდაპირ არ გასცა ეს ჯარიმა მიუხედავად იმისა რომ დარღვევა ეპიზოდის დასაწყისშივე იკვეთებოდა. ჯარიმა ზუსტია, გაქვითა 3 ქულა მარგიანმა. ექვსით 3. პიტერსმა განაახლა ცენტრიდან დარტყმით, ადგილზე არიან რუსთაველები, ტუიტაი შებოჭეს. მორკინალები ერთ დარტყმას ანხორციელებენ, რადგან ფეხით გავიდნენ სავარაუდოდ რუსთაველები ამ ადგილიდან, ასეც ხდება. არ გადავიდა პიტერსი. თუნდაც ფეხით ითამაშებს სავარაუდოდ, მაღალია ბრაგანი ასწია მოედნის შუისკენ. ცოტა არა, კარგად ითამაშეს. ოჰო, კარგი ბოჭო არმიერების შესრულებით. უსენაშვილი მარჯვენა ფლანგზე გადის. კлау ფეხი შორი სანდრო მარგიანის დარტყმული. ჩავარდა. მელს პიტერსი ეუფლება, მასაც ძალიან კარგი ძლიერი ფეხი აქვს. ბრუნებს შორს გამოიყენა ის დრო და სიურცე რაც მას მიეცა და მომზადებული ფეხი დაარტყა. გიორგი გოგუაძე მოაწვის ისევ დერეფანში ბურთს. დღეს თაზო ჭამიაშვილიც ყავს. ხარებს სასტარტო 15-ელში, თუმცა ის მესამე ხაზში დგას, შეუძლია ვიცით, როგორც კვაჭის, ასევე ფლანკერის პოზიციაზე თამაში. გავიდა ბურთი. კარგი დარტყმა. კოხია იყო თუ არ ვცდები. მარჯვენა ფლანგი გოგუაძეზე შებრუნდა. კარგი მოძრაობები გოგუაძის დედა როგორ კარგად თამაშობს, მერე იქ ბოჭა საბოლოოდ დაახვედრეს არმიელებმა და არ გადაგორება, ან ჩახურვა, კი ბატონო, საბა გოგოლაურები არ ყვევს თამაშის წესს, რუსთაველები რა თქმა უნდა კлау კიდეზე გადავლენ. საკუთარი დერეფანი ვერ მოიგეს საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილას რუსთაველებმა. ნახუცრიშვილი თვითონ გადადის ფეხით. მოედანში დარჩა ბურთი, წამოიღეს რუსთაველებმა. ბაქარზედგინიძე რაც დაისხლიტა ერთი ბოჭავი, ჩხარტიშვილი ვერ ჩავიდა ღლეტვაზე. სიბრტყეზე, ნახოთ ერთ-ერთზე, არ შეიმჩნია მელს პიტერსი ტუიტაიმ. გადადევნეს საბოლოო ჯამში არმიელებმა მოწინააღმდეგე და თავიანთი დერეფანი იქნება.
ტუიტაი ხომ არ დაშავდა. მე მგონი არ უნდა იყოს სერიოზული არაფერი. ანარე ტუიტაი. წინა ეპიზოდში კარგად აიცილა ერთი ბოჭავი. ზოგადად ძალიან სახიფათო შემტევია. ბომბარდირია ის წლევანდელი დიდიათის 15 ლელოთი. ლიდერობს ბომბარდირთა დავას, მას კოხოძე მოხვება ქუთაისის აიას გარემარბი. და შემდეგ უკვე კობახიძე და მეტრეველი მოდიან არესისა და ტაოს მორაგბეები. სანდრო მარგიანი 82 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს დამრტყმელთა დავაში, ხოლო მელს პიტერსი 110 ქულით არის მეოთხე ადგილზე, 100 ქულით იყო მეოთხე ადგილზე და გაიუმჯობესა დღეს ორი ზუსტი ჯარიმით კიდევ უფრო თავისი მონაგარი. გამოვიდა სწრაფად ჩერპინებიდან ბურთი. კარგი გოლ! კარგი წაღება, შემდეგ გასვლა ფეხით ნახოთ როგორ გამოუვა. ამოსდის შესანიშნავად შემოაგდეს ბურთი რუსთავის ხარებმა, ნახოთ. მოკლეკა დაკიდება და ჯარიმა იქნება დაცემის წერტილში. ბურთის დაცემის წერტილში. ნახოთ მოусმინო ნიკას, ესე იგი კარგად ვერ მოვყავით ვარი, მხოლოდ ჯარიმაა თუ ბარათიც შეიძლება მოყვეს? აჰა, კი, ბარათი არის, ოღონდ თავთან კონტაქტი არ იყო და მაგდომაც არის ყვითელი ბარათიო. არა საჭირო დარღვევებს უნდა მორაგბეებმა თავი აარიდონ რა. დავით ბარბაკაძე ახალგაზრდა მორაგბე დატოვებს 10 წუთით. ეხლა აქ აი რომ არა ეს დარღვევა რა როგორ შეიძლება გავითარებულიყო მომნელი უფრო მეტნი იყვნენ უკანახასში მწვანე მაისურში გამოწყობილი მოთამაშეები სავარაუდოდ ისინი აიღებდნენ ბურთს და გადავიდოდნენ ან ფეხით ან კონჩეტევას წამოიწყებდნენ. ახ გამოვიდა ის რომ ყვითელი ბარათით დაისაჯა არმიათან შეიძლება კიდევ 3 ქულაც გაუშვა. აი ნახოთ. ეს უკვე ჯავლილია. მელს პიტერსი განაახლებს ცენტრიდან არეკნით. შვიდად მიხვება რუსთავი თავის გეგმას. 6-6 გათანაბრდა ანგარიში და წინ ტაიმის დასრულებამდე ხომ დროა და 10 წუთი ექნება კიდევ. დაახლოებით 9 წუთი ექნება კიდევ. ყვითელი ბარათის დროის გამოსაყენებლად რუსთავს. გამოდიან სტუმრები. აი ეს კადრიც სწორედ. ხო, ნუ აქ ბურთს ვერანაირად ვერ აიღებდა რუსთაველი მორაგბე და რჩებოდა არმიას ბურთი, რა თქმა უნდა. არმიამ დერეფანი ძალიან კარგად მოიგო. ვარდნა უკან იყო. შეუტია. კოლიტ ამანტოაკულამ
მარცხნივ ხარშილაძე წნეხშია მარგიანმა კარგად ითამაშა წამოეხმარა მას შემდეგ კობა ჯიმშელეიშვილი უკან დაიხია მასპინძელმა გუნდმა ხელდახელ ისევ ცენტრშია თამაში გასვიანი შევიდა გაითავისუფლა ხელით თუმცა ვეღარ ამოაგდო მიმყოლი აღარ ჩანდა არსად რუსთავი გააქტიურდა რაქებში აწუხებდნენ მეტოქეს ამოწეული ხაზი ხარშილაძე აქვს სივრცე თითქოს შეტევისთვის აქეთა მხარეს ახლა არმიელებს სწრაფად უნდა გამოვიდეს ბურთი კлау ხელით გრძელი გადაცემა პიტერსის შესრულებით ფრთაზე ბოლომდე ჩამოვიდა გელაშვილი გადაიღეს გაიშალა ხაზზე ვნახოთ ფრთაზე არის სივრცე ბურჯალიანს აქვს სისწრაფე თუმცა კარგი ბოჭა შეასრულეს იქ არმიელებას ყოველშაბათს ზედგინიძეს უფრო სწორად ბაქარ ზედგინიძე იყო ორი ბაქარია ორი ერთმანეთში და დაუფასოთ ჭარაშვილი ბოჭავდა თუ არ ვცდები ბეიქა მეტოქეს ჭეიშულმა მოიგო დერეფანში ბურთი და ამან ტოაკულა თავისით ჩაწვა 22-დან რომ არ გასულიყო პიტერსის დარტყმული ბრწყინვალეა ამჯერადაც ბომბავს რუსთავის უკანახას ველს პიტერსი ბაქარ ზედგინიძე სწრაფი მორაგბეა მინახავს არაერთი ინდივიდუალური ლეონს მის მიერ შესრულებული აქაც იყო თითქოს სივრცე თუმცა გაუმკლავდა ამ ეპიზოდში. ანარე ტუიტაი, რომელიც ასევე ძალიან სწრაფი და ტექნიკურია. რუსთაველები საკუთარ ნახევარზე აწვდიან და პრობლემა აქვს დერეფანში ეტყობა რუსთავს ორი მნიშვნელოვანი დერეფანი უკვე ვერ მოიგეს. ერთი განსაკუთრებით მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჯარიმის შემდეგ პიტერსი გრძელი გადაცემა მიყოლა საჭირო არმიელების მხრიდან ბურთი უნდა შენარჩუნდეს და მერე მარცხნივ გავა რა თქმა უნდა ბურთი ნახუცრიშვილი ასეც ხდება იქვე შეუტიეს მორკინალებმა და ისევ მარცხენა ფლანგს წურავენ კлау მარცხნივ ტოაკულა აღარ ამოაგდო არმია კარგ სვაზეა ახლა მაგრამ თამაშკარის ჯარიმა დაბრუნდა მას შემდეგ რაც რაკში ბურთი ამოიღო რუსთაველმა მორაგბემ პიტერსი 23 წუთისთვის შეეცდება რომ კлау დააწინაუროს საკუთარი გუნდი ეს რა თქმა უნდა აწყობს არმიას დრო გავა ცოტა ხანში უნდა დაბრუნდეს
წითელი ბარათით გაძევებული. დავით ბარბაკაძეც ოქმის დროით ის მე-15 წუთზე გაასიმბინეს, ასე რომ 25 წუთისთვის ველით დაბრუნებას, თუმცა ოქმში არის არა 23 წუთი ახლა განახლდა. გაუცუდა მელს პიტერს დარტყმა, არა და არ იყო მისთვის რთული წერტილი. კი, ხელსაყრელი პოზიცია იყო და წესი არ უნდა გაწუდებოდათ. მაგრამ მოხდა. განახლდა ცუდად. გადავიდა პირდაპირ კიდეზე. ორივე დამრტყმელმა დაუშვა ერთ ეპიზოდში შეცდომა. წააგო არმიამ საკუთარი დერეფანი არა და როგორი კარგი შესატევი პლასთან მიიღო, ახლა კი პირიქით მიიღებენ ისინი კონტრშეტევას. ზედგენიძე დაუვარდა ბურთი და დაფიქსირდა წინ თამაში. დაბრუნდება ახლა ბარბაკაძე მოედანზე, აღდგება რიცხობრივი თანაფარდობა. ახლა არმიას წესი შეუძლია აქედან თუ კარგად მოიგეს, სუფთად მოიგეს. ადრე მიწოლაზე უკვე პირველი გაფრთხილება მიცემული ქონდა ნიკას, რომ პირველად თავისუფალი იყო და მეორეჯერ უკვე ჯარიმა იქნებაო და სწორედ ეს მოხდა ახლა. მიუახლოვდნენ მეტოქის 22-ს რუსთაველები. გავიდა ხაზზე კოხია პირველ დარტყმაზე. ამ შემთხვევაში დერეფანი კარგად მოიგეს და შეტევაც აქვთ. შეაბრუნეს მოკლებთაზე. არის რაოდენობა, თუმცა კარგად დახვდნენ უკა ციკლაურს. წინა ტურში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მოკლე შეგორება პიტერსი ეუფლება ბურთს აკრიფას ისწრაფე, მაგრამ იქვე შებოჭეს და გაჩერდა თვითონაც. იმ წამსვე მიხვდა. მე მგონი ეთკინა რაღაცა თუ რა არის. იმედია რომ არა. ამაშველი ხო, თან ეპიზოდის უკეთებს კი. ხო, ცენტრში იყო. იქვე მოძრაობდა, ასე რომ თავად ხედავდა ძალიან კარგად.
თუმცა თუ საჭიროება მოითხოვა ვიდეო რეფერიც ემსახურება დღევანდელ შეხვედრას და ჩაერთვება იოსებ ჯაფარიძე. მოკითხვა იოსებს საკომენტატორო ჯიხურიდან. ხო ეხლა საჭებს რაც შეეხებათ ნუ ნიკას წარმატება ყოველთვის ძალიან ცნობილია და ძალიან სასიხარულოა ეს კიდევ ერთი მიღწევა საქართველოს რაგბისა სოსო ჯაფარი ხო რახან დღეს სოსო ჯაფარიძე ვიდეო რეფერატ მასეც მინდა 2 სიტყვა თქვა სოსო ჯაფარიძე წელს არის ეგეთი ადამიანი ჟოელ დუმე ვინც რაგბი ევროპის მსაჯობის და მსაჯთა განვითარებისა დამნიშნელია და უშტაბაში მოკლედ მან აირჩია სოსო წელს რომ რამოდენიმე თამაშზე გამოეცადა საცდელი თამაშები მიეცადა სხვათა შორის ძალიან კარგი გამოხმაურება და დაატოვა სოსოს გაკეთებულმა საქმემ საერთაშორისო თამაშებზე და იმედია მომავალ წელსაც ბევრი და მრავალი თამაში ექნება ამასობაში წინ ვარდნა არმიელებისგან და როგორ აფეთქდა რუსთავი უმალვე უნდა გამოიყენონ რუსთაველებმა და ისევ წინ არა უკანო ნიკა იქვე უფრო ნიკად გასახლოს ჩვენ ცოტა მოშორებით და წაიღეს ბურთი არმიელებმა. პატარა უყურადღებობის შემდეგ რაკში ისევ კონტრრაკი ვნახოთ ბურთი სად არის ვერ ვხედავ. გაიუმჯობესებს პოზიციას ნახუცრიშვილი მელს პიტერსი ელოდება ახლა ბურთს გავიდა პიტერსზე. ნუ წრენხიდან. პიტერსი კი თავის მხრივ შორს გამოდის 22-დან. ცოტა დაბალტემპიან თამაშად მეჩვენება კი, წეღან ამაშუკელ ღია თამაში არ არის დაბალი ტემპი, მაგრამ ამაშუკელმაც სწორედ ეს უთხრა, რომ დიდ ხანს ანდომებენ გუნდები დერეფნისა და შერკინების მოწყობას. ხოთ არ იყო ეს კარგი დარტყმული ნახუცრიშვილისგან. ჩანაფიქრი სხვა ჰქონდა გასაგებია. ფიჯელებმა ერთმანეთში გაითამაშეს. და შეცდომაც დაუშვეს, წამოიღო ეს ბურთი. დიმიტრი ცაბაძემ. გადაწყვეტილება არ მის რა კარებში? კი, კარებში მიუთითეს და ნუ აქედან არ უნდა გააცუდოს პიტერსმა. ხრით 6 ანგარიში. 31 წუთი ამასობაში ამოიწურა. ამასთან ერთად სანამ რა ხდება? განმეორებით გვაჩვენებენ ეპიზოდს სადაც კი აქ სუფთად ჩაჯდნენ არმიელები ბურთს და ასრეს მოწინააღმდეგეს, ამიტომ ცოტა აზრს მოკლებული იყო ეს რისკი. სწრაფად გათამაშების ხო კუნძულებს უყვართ სხვათა შორის თამაში. ზედგინიძე
ჩაუვარდა. იქ რა ხდება? ამოგლეჯა? არა, წინ თამაშის უპირატესობა აქვს და დაუბრუნებს მე მგონი. გაატანა ამაშუკელმა ბურთი რუსთაველებს. სანდრო სვანძე სახიფათოა ის. ხარშილაძე ჩავიდა უკვე მერამდენედ მიაქვს. აი არ არის ბიჭებო საჭირო არ არის. გიორგი ჯაში. ახალგაზრდა მორაგბე ისიც ლელიკოს ბიჭია და ჯაშის. არმიაში კიდევ ერთი შვილი ყავს. ლევან ცაბაძის ვაჟი დიმიტრი ცაბაძე, რომელსაც რუსთავის ხარებშიც ნათამაშები აქვს. ადრე არმიაშიც ირჯებოდა. საფრანგეთშიც იყო იმავე კლუბში, სადაც თამაშობდა. ლეგენდარული ლევან ცაბაძე რა თქმა უნდა. იმავე კლუბში. შატორენარში ირჯებოდა ხარებიდან წასული. ცაბაძე ვნახოთ მოლი დაგვირგვინდა. მოლი სწორედ არა, ამანი ტოაკუა. ლეგიონერი არმიის რიგებში. გახდა ლელოს ავტორი. გასვიანმა მოიგო, პირველი კარგი ბიძგი მისცა არმიამ და შეჩერება გაუჭირდათ შემდეგ რუსთაველებს. კიდევ ერთი ორი ქულის შანსი თბილისის არმიას, მაილს პიტერსი გარდასახვას ურტყამს და დააცდინა. 35 წუთი უკვე ამოიწურა და 14-6 რვაქულიანი სხვაობით ჯერჯერობით არის წინ არმია. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, ორივე გუნდისთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ შეხვედრას. აბა რა თამაშებიც იქნება, ყველასთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ხო, მათ შორის ქვედა ზონაშიც ყოჩებმა წინა თამაში რახან მოუგეს არმიელებს, აქვს შანსი, რომ პირდაპირ არ გავარდნენ დიდი ათიდან. თუ შეიძლება ასე თქმა. მოგეხსენებათ მე-10 ადგილოსანი პირდაპირ ტოვებს დიდი ათის გათამაშებას, მე-9 ადგილოსანი კი გადათამაშებას ითამაშებს. ამ მომენტისთვის ყოჩები ვარდება და ტაო გადათამაშებას ითამაშებს, თუმცა რა შეიცვლება ბოლო ტურებში, არავინ იცის. როკონდინონო
ჩანს მეტობა ფრთაზე, თუმცა რუსთავმა ვერ გაშალა. კვლავ პრაგმატულ გეგმას მიყვებიან და არ დღეს ფეხი გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და აქ შეეცდებიან წნეხის დადებას. ჯაში პიერსი მონახა, პიერსმა კი цаრიელი წერტილი მონახა, გაარტყა მოედანს, გადაიტანა 50-22. ფანტასტიკური შესრულება. ბრწყინვალედ თამაშობს ფეხით. ჩეჩენაც გამოჩნდა ამ კომუნიკაციაზე. მოედანზე. კი. დღეს ნინძე არ არის 23 კაციან განაცხადში. ის დაუბრუნდა დიდი ხნის შემდეგ არმიას. იყო ჯიქებში, ითამაშა ბათუმში, წები მაღალ დონეზე. ერთ-ერთი საუკეთესო გეზავი იყო. ორი ხელით არმიელებმა ამასობაში მოიგეს ტერეფანი მოწინააღმდეგე 22 მეტრიან ზონაში და ზრა წინ არის საბაძე ბურთით მიწიდან ხომ არ თამაშობენ რუსთაველები, დაიტოვა არმიამ ბურთით ამანიტოვა კულა. შენარჩუნე გამოვარდა ბურთი და თამაშია. რა თქმა უნდა, ვნახოთ ჩეტევაზე რამეს თუ მოახერხებს რუსთავის ხარები. კარგად მოახერხა ამ ეპიზოდში გამორკვევა და ჯარიმას ხო არ არის, რომ წინ მე მგონი ხო წინ იყო გამწმელზე იქ მოთამაში. კი, ნამდვილად. ეს მე თუ შემოჩნი ნიკა ხო საერთოდ იქვე იყო და დღეს ლეგიონერები ბევრს წოდავენ რუსთავის რიგებში, თუმცა ერთი ეპიზოდით შეუძლიათ მათ ამ ყველაფრის გამოსწორება. ნუ ხანდახან ხდება ხოლმე ეს მარტივი შეცდომა იყო, ესე იგი, რომ უბრალოდ დაავიწყდა, ან ვერ გათვალა, ან უფროსი სწრაფი ქონდა აღებული წინ მყოფ მოთამაშეს. ეს მაილს პიტერს გვიჩვენებენ. აი აქ თუ დააკვირდებით, ვინც ფეხს არ ტყამს, იმაზე წინ არის კორპუსით გამქცევი და არ შეიძლება. ძალიან მარტივი შესამჩნევი იყო, მით უმეტეს როცა ასე ახლოს იდგნენ მორაგბეები. ამასობაში მიილია პირველი ნახევარი დიმიტრი ცაბაძე ბურთით და ბოლო შტრიხებს მოსვავს არმია პირველ ტაიმში. მოს ამუშავებენ კარგად საბაძე აკონტროლებს ბურთს, ელოდება სწორ მომენტს მოწყდა და მიწა გაიტანა ლელო არმიელების შესრულებით. 19-ით 6 ხდება ანგარიში. შეცდომების რუსთავის შეცდომების ხარჯზე ახერხებს არმია. ამ ყველაფერს კარგად გამოყენებს. უნდა გაუსვა საბა ხაზი იმას, რომ ტერეფანი უკეთესად აქვს დალაგებული არმიას. 3-დან თუ არ ვწდები, 3-დან 1 მოიგეს რუსთაველებმა. არმიამ მე მგონი ყველა თავის მოიგო, რაღაც თავის კვალს ატყობს ხოლმე თამაშებს. ხო, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან სტატიკური ფაზა, შერკინებაში ამ როგორც ეს არასწორ შეგდებას უკვე რო აღარა აქვს, საერთოდ და არც მსოფლიო რაგბი არ ითხოვს, რომ ყურადღება მიაქციო იდეალურ ვარიანტში, სწორად უნდა შეაგურო, მაგრამ ესე არ ხდება. ამიტომ ეს შერკინების 99% თუ ჯარიმა არისო მიწოლაში, მაშინ ყველა მიაქვს თავისი შემგდებს, მაგრამ ტერეფანში სადაც გათვლა შეუძლიათ, სათხტები იმის ვიდეო ანალიზი კარგად თუ აქვს გაკეთებული მოწინააღმდეგეს პატარა გადაცდომა აღდებაში ან აწევაში და მოკლედ ვეღარ მიგაქვს ბურთი. ამასობაში მაილს პიტერსმა კიდევ 2 ქულა მოუტანა თავის გუნდს და 21-6-ით გავდივართ შესვენებაზე ჩვენს. თუმცა ანგარიშმა არ მოგატყუოთ, რუსთავი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, ასე რომ წინ ძალიან დაძაბული მეორე ტაიმი გველის შევისვენებ ჩვენს. 10 წუთი დაგიბრუნდებით ისევ დარჩით ჩვენთან.